თუ ამისგან არ განთავისუფლდებით, მნიშვნელობა არ აქვს. ჯარში როგორ არის დავუშვათ გერმანიის ჯარში, ხო? აი ოფიცერი არ ვარ და ხო ესეთი ტერმინი არ არსებობს ბუნებაში, რომ როგორ შეიძლება ოფიცერი არ ვარ. თუ მე შევარჩიე ის მე შემომყავს თამაში, მე ვასწავლი და ვატყობინე კარიერას, ხო, აი თავიდანვე შევატყო მე ის ივარგებ თუ არ ივარგებ და შემდეგ უკვე მის ერთ-ერთი პრობლემა არის დანაშაული არ ჩაიდინოს. რა თქმა უნდა. არა ის რომ ის შეიძლება ცუდი იყოს ან კარგი იყოს. ამავე შემთხვევაში პოლიტიკოსი როცა შემოდის თამაში, ხო? მან იცის თუ არ იცის ეს თემა შენი კონკრეტული საქმე არ არის. ანუ კონკრეტულად ის იწყებს თამაში და თუ ის სუსტია, ის აუცილებლად წააგებს. ჩვენ თუ სისტემას შევქმნით, სადაც ვამბობთ, რომ ჭადრაკი ხო? შეხო არ გაინტერესებს ტურნირისთვის ვის სუსტ მოჭადრაკეებს შეარჩევენ თუ ძლიერს. იქ ტურნირზე როცა მოვა, იქ გამოჩნდება ძლიერია თუ არა. ისე უნდა იყოს პოლიტიკაც, ხო შემოვიდა ის თამაში. მან თვითონ უნდა იზრუნოს იმისა, რომ მან ეს საკითხი იცოდეს. დღეს ის შეკითხვაზე თქვა სწორ პასუხს გასცემს თუ არ გასცემს მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ ის თამაში არ არის პრობლემა. იმის პრობლემა წააგე. არა, ყველაც მე რა შეესაბამება პოლიტიკური სისტემა, რა კაი პოლიტიკური წააგე გავარდი. თავდაცვის სამინისტროში, ხომ საყურებდით? ხო. სამივე ვართ გენშტაბის აკადემია დამთავრებული, ხო? მოდით ეხლა შევთანხმდეთ. მე არა ვარ წინააღმდეგი, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას დაუშვათ იგივე შეხედულებათა სისტემა შეიარაღებული ძალების აღშენებლობის შესახებ. მივცე, ჩვენ პრობლემა არ არის. დავეხმარები, რა თქმა უნდა, ხო, კეთილგანწყობა ყველა შემთხვევაში უნდა იყოს. მე არა ვარ ჩასაფრებული და გამოჭერაზე რა, მაგრამ საქმის ხო რაღაცაში მდგომარეობს. სახურობდით, მუშაობდით და დაგვიტყოვეს. იქ ხო აძლევთ იმას, რაც იცი და რაც შეგეძლო. აი, ასევე ჩვენ არა, გაქონებს რა. არ არის პრობლემა. ესე იგი, როგორი მომენტია? არა, არც. კონკურენცია. რა მნიშვნელობა? შენ თუ დაგითხოვეს, ორჯერ შენზე უკეთესი ან ორი კაცი შენ ადგილისთვის იბრძვის და თქვა ისინი ეს კარგია. თორე კონკურენცია კარგია. ანუ თავისთავად ეს პრობლემა არ არის. თავისთავად ის პრობლემა არ იქნება თუ შენ მოსაზრებას რომელიღაც პოლიტიკური ძალა არ მიიღებს. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ თუ ის ჯანსაღ კონკურენტულ გარემოში აღმოჩნდება, მე ის თვითონ მოძებნის და თვითონ შეარჩევს ვინ უნდა შექმნას ჯანსაღი კონკურენტული გარემო? საზოგადოება. საზოგადოება, ამიტომ და ამ ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს ქვია დემოკრატია. ამიტომ გეუბნებით, რომ საზოგადოების ნაწილი ჩვენ უკვე ვარ. ერთი ძამით ძალიან წაიღეთ ეხლა ლაპარაკი და ეხლა მე თქვენ გეტყვით ერთ ამის რა. კაი, მივდივართ იქამდე რომ საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოება არ ყალიბდება იმით, რომ დემოკრატია არ არის და დემოკრატია ვერ ყალიბდება იმით, რომ სამოქალაქო საზოგადოება თავის სიმაღლეზე ვერ დგას. რატო სამოქალაქო საზოგადოება არ მე ამას დრო ჭირდება რა თქმა უნდა და ალბათ ისეთი ლიდერი ჭირდებოდა როგორც სააკაშვილია რა რომ სამოქალაქო საზოგადოება ჩამოყალიბებული იყო რა შესაძლებელია ანუ მოთხოვნილება გაჩენილი იყო სამოქალაქო საზოგადოების ანუ სანამ ცხვირპის არ წავიწრები ჩვენი ზერი ვარ მე და ჩვენ ერთი და იგივე ილეთზე ვიმტრობ ცხვირპის ერთი და იგივე ილეთს გვიტარებს რუსეთი აგერ ქედი არ უნდა მოიხაროთ და არ უნდა და კიდე მზად არა ვართ იმისათვის რომ შეიძლება მეოთხე პრეზიდენტი ავირჩიოთ და კიდე ისა რა ქვია იგივე სისულე იგივე მინას დავაბიჯოთ ფეხი მოდი ჩვენ არ დავაბიჯოთ ვიცით მაგალითად საზოგადოება ანუ საზოგადოება შევქმნათ მოდი დავაჩქაროთ საზოგადოების სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურები ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია ახლა გავაკეთოთ ეს იქნება სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურირების დაჩქარება იმ სამოქალაქო საზოგადოების რომელიც იმას კი არ დაიწყებს ლაპარაკს რომ მე შენთან ლაპარაკი არ მინდა ან მე შენთან ლაპარაკი არ მინდა არა რომელიც იტყვის მე ყველასთან მინდა ლაპარაკი რა თქმა უნდა და ყველას ჩააბავს დიალოგში მას ექნება სურვილი დიალოგის თუ არ ექნება ამ ფორმებს თვითონ იპოვის მაგრამ ეხლა მე მინდა ერთი კითხვა და მე შეიძლება ამ თემებისკენ მოვწიალდე ისე იმიტომ რომ არა რეკლამა არ გვიმუქრება უბრალოდ დრო ჩვენი იწურება და მე რატომღაც ისეთი შტაბეჭდი მომრჩება რომ მსმენელი გადაიღლება ამ ლაპარაკით მაგრამ მე რეზიუმებს გაკეთებას დავიწყე ჩვენ მაინც სამხედროები ვარ და ბოლოს მე მინდა რაღაცა რეზიუმე გავაკეთოთ დასკვნების სახით მთელი ჩვენი დღევანდელი ნამოღვაწარის და მე მრჩება ერთი საკითხი რომელიც არ მინდა ისე მოხდეს და დამთავრდეს ჩვენი საუბარი რომ არ განვიხილო რეგიონალური საქართველოს სამხრეთ კავკასიის რეგიონის კონტექსტში არ განვიხილოთ საქართველოს და ჩვენ სულ ლაპარაკობთ რა უნდა რუსეთს, სულ ლაპარაკობთ რა უნდა რუსეთს. რუსეთს რა უნდა ჩვენ? ხო, ნუ ჩვენ გვინდა კაი ცხოვრება. კაი ცხოვრება, კაი რამე. აი როგორ მივახციოთ ამ კაი ცხოვრებას? რა მიზნებია ამისათვის საჭირო ჩვენ კარგად ვიცხოვროთ? აი ამას მოხერხება ჭირდება, მაგრამ ეს არ ვიცით. ახლა ძალიან მარტივია, რა თქმა უნდა, ამას ჭირდება დემოკრატია, რომ ჩვენ კაი ცხოვრება მივიღოთ. რომ ჭირდება ამას, გარჯერ ჭირდება. არა, სამუშაო ადგილები უნდა შექმნა, ამას ჭირდება ეკონომიკის აღორძინება, ამას ჭირდება ბევრი რამე და მივალთ აქ რა თქმა უნდა. საზოგადოების გარეშე არ შეიძლება რა. მაგრამ მოდი ახლა ვთქვათ, იმიტომ რომ გუშინ იყო ძალიან საინტერესო გადაცემა, არ ვიცი თქვენ უყურებთ თუ არა. აქ იყო
ხონელიძე იყო მოწვეული და ესე იგი ითქვა საქართველოს სამხრეთ კავკასიის კონტექსტში, რომ ეს უნდა იყოს ერთიანი რაღაცა სივრცე სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს, სასომხეთი, აზერბაიჯანი და მხოლოდ აი ამ სამ რესპუბლიკას ერთად რაღაცა კონტექსტში გვაქვს გადარჩენის უფლება იმ ზეწოლისაგან, იმ დიდი ზეწოლისაგან, რასაც რუსეთი ქვია, რასაც აი ამ რეგიონში ეს მომართული ინტერესების ის არის. რა თქმა უნდა, ეს არის ისეთი თემა და აქ არ არის ლაპარაკი ჩრდილოეთ კავკასიაზე, აქ არ არის ესე იგი კავკასიურ სახლზე ლაპარაკი, რომელიც რა თქმა უნდა იყო ეს ერთ-ერთი ჩვენი უბედურებების იმის გაცხადება იყო გამომწვევი კიდე დასაწყის დამაჩქარებელი ასე ვთქვათ. მაგაში არ დაგეთახმები. არა, არ დამეთახმები რა დამეთახმები ეს ფაქტია. სახლი. ეს არის ის თემა, რომელსაც უნდა ევაჭრო რუსეთს. რომელსაც უნდა ებრძოლო რუსეთს. რატომ? ის პერიოდზე თუ ყველაფერს კადრულობს. არა მაშინ. რა? არა მაშინ, როდესაც ამაზე ხაცხადება დავიწყო. არა, ხო, ტაქტიკა ეხლა ეს ბრძოლას ესე უხდება. რუსეთზე იყო დამოკიდებული, გაღიარებდა თუ არ გაღიარებდა რა. და შენ იწყებ უკვე იმას, რა ქვია, რუსეთის ფედერაციის აქცენტი, ანუ შენ საბჭოთა კავშირის დაშლით კი არ დაკმაყოფილდი. რუსეთის დაშლას გინდა. რუსეთის დაშლა გინდა და იმ მომენტში, როდესაც შენ ნაღიარები არ ხარ. და არაფერი ხელში არ გიჭირავს. და აგერ მიიღე მე კონფედერაცია გოსკიხნაროდა, როგორც იტყვიან და სოხუმის დედაქალაქი. მაგას თავი დამანებოთ. ეხლა არ მაქვს ლაპარაკი მე ჩრდილოეთ კავკასიაზე და არ მინდა ამ თემაზე, მე მინდა მარტო სამხრეთ კავკასიაზე ვილაპარაკო, საქართველოს, აზერბაიჯანი, სასომხეთის იმაზე. და ახლა იქ მე ვის ვევაჭრები და რას ვევაჭრებით ეს მეორე თემაა. ჯერ მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ ნუ გავიწყდება სადგე ვარ. ჩვენ ვარ დაშლადი სისტემის არამყარ მდგომარეობაში და ამ ყიფე წონასწორობის მქონე სისტემაზე გვაქვს ლაპარაკი, რომლის ალბათობა რომ დაიშალოს უფრო დიდია, ვიდრე ის რომ ის სტაბილურობის გარანტია გახდეს და რომელიც აიბავს კიდე დანარჩენ იმას, მაგრამ მე რა მაინტერესებს აგირვათ სამი რესპუბლიკა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა და იმათთვისაც არ ახალია ის, რასაც ქვია ეთნოკონფლიქტი, რასაც ქვია ის სისხლიანი სცენარი და ჩვენზე ადრე ჩაუდო, ვიდრე ქართველები გონს მოვეგებოდით, სასომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იყო ჩადებული ის ნაღმი, რასაც ესე იგი მთიანი ყარაბაღი ქვია და რატომღაც მე ვხედავ, რომ ჩვენზე ნაკლებად არიან ისინი დაზარალებულები, ის სახელმწიფოები უფრო ასე ვთქვათ, ჩვენზე ძლიერი არ მიეწყავთ ჩვენზე სტაბილურებიც არიან ჩვენზე რა თქმა უნდა სხვადასხვა გამოწვევა თუ ეგეთ სტაბილურობა რამდენად გვინდა ყოველ შემთხვევაში იმათი ის შლადი არ არის სისტემა დაშლადი არ არის და ჩვენ უკვე კონფედერაციულ სახელმწიფოზე ვლაპარაკობთ არა ლაპარაკობთ მოგება წაგება ასეთ ჩვენ ხა და გამოსავალსაც მე მგონი ბევრი ვერ ხედავს ახლა ის რომ გამოსავალი მარტივია ქმედება ვილაპარაკოთ მოდით ჯერ სამხრეთ კავკასია აი როგორ ხედავთ საქართველოს სასომხეთის და აზერბაიჯანის ურთიერთობას და არსებობს თუ არა რაიმე საფრთხე საქართველოსთვის აი ამ რეალობა მოდი ასეთი სამხედრო კონტექსტის თვალსაზრისით ვისაუბროთ რეალობა ისეთია რომ ჩვენ თქვით ერთი რომ ჩვენ სამხედრო ომი რუსეთთან ხო საბრძოლო მოქმედებები დროებით შეწყვეტილია მაგრამ ჩვენ გვაქვს ომი რუსეთთან ამ დროს აზერბაიჯანი ჩვენი ბუნებრივი მეკავშირედ გვევლინება, ანუ ფაქტიურად ჩვენ რა ინტერესიც გვაქვს აზერბაიჯანთან მიმართებაში და რაც გვინდა რომ მივიღოთ იმისთვის რომ ჩვენ შეძლოთ ბრძოლის გაგრძელება ჩვენ აზერბაიჯანიდან ვიღებთ. მიუხედავად იმისა რომ აზერბაიჯანი გააკეთა კიდეც განცხადება იმ საომარი მოქმედებების დროს რომ საქართველოს აქვს უფლება მიუხედავად იმისა რომ სომხეთი არის სტრატეგიული პარტნიორი რუსეთის ომის დროს მან შეინარჩუნა ნეიტრალიტეტი ჩვენ რომ მოქმედებები გაგვეგრძელებინა მე დარწმუნებული ვარ მიუხედავად იმისა რომ მოქმედებები გაგრძელდებოდა სომხეთი ამ კონფლიქტში არ ჩაერეოდა და არ შეეცდებოდა რაღაც გემრიელი ლუკმის წაღებას ანუ ფაქტიურად იმ რეალობაში რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და ის როგორ იქცევა ჩვენი ორი მეზობელი სახელმწიფო ჩვენ უნდა გვაკმაყოფილებდეს ამაზე უფრო დიდი ინტეგრაცია დღეს შეუძლებელია სანამ ჩვენ არ დავამთავრებთ და არ მოვაგვარებთ პრობლემას რუსეთთან და სანამ ეს ომი რაიმე ტიპის ზავით არ დამთავრდება მანამდე რაღაც უფრო ღრმა ურთიერთობა სომხეთთან გამორიცხულია მე ვამბობ პოლიტიკური თვალსაზრისით და თუნდაც სამხედრო თვალსაზრისით რაც შეეხება ეკონომიკას
ეკონომიკური პარტნიორობა არც ომის პერიოდებში არ შეჩერებულა. ეს სომხეთი ეს რეგიონი სამხრეთ რეგიონი სომხეთი და შემთხვევაში რაც შეეხება ეკონომიკას იმაზე მეტის გაკეთება ჩვენ არ შეგვიძლია რასაც ამ წუთში ვაკეთებთ გინდა აზერბაიჯანთან გინდა სასომხეთთან მიმართებაში ფაქტიურად იმიტომ რა ეკონომიკაზე მილაკეთებს შენ არანაირი ეკონომიკა არ გადაჩნია იმათთვის ბაზარი გახსნილი და ყველანაირად სხვა რა შეგიძლია საერთო პროექტი ქართული რა ხო ანუ ეს ის მერია ჩვენ ახლა მთავარი რისკი ჩვენ სახელმწიფოს ჩავუმატეთ